განვაგრძოთ სხვა ამბები. სიამოვნებით. თუ თქვენ გსურთ საყვარელ ადამიანს წერილი, მაგალითად ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერით გაუგზავნოთ, ეს უკვე შეგიძლიათ. ახალი პროექტის ფარგლებში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უკვე განთავსდა ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა კალიგრაფიის ფონტები. ეს არის დავით გორანიშვილის ერთადერთი ხელნაწერი, რომელიც ჩვენთან ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. კერძოდ ეს არის დავითიანი, რომლის მიხედვითაც შეიქმნა მისი შრიფტი. შრიფტის მოხაზულობა ზუსტად არის ანალოგიური და იმეორებს ზუსტად მისი ხელწერას. კომპიუტერ ტექნოლოგიებით გადაიყვანეს ზუსტად მისი ხელნაწერი. ასე რომ დღეს შეგიძლიათ ზუსტად ისე წერას, როგორც წერდა დავით გორანიშვილი. საზოგადო მოღვაწეების ხელნაწერები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში სპეციალურ პირობებში ინახება. მისი ნახვა კი მხოლოდ საცავის მცველს შეუძლია, იშვიათ შემთხვევაში კი პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს. განსხვავებული წერის კულტურა და ასოების მოხაზულობა ყოველ ადამიანს ინდივიდუალური აქვს. ახალი პროექტის ფარგლებში ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების კალიგრაფიით ბეჭდის საშუალება უკვე ნებისმიერ მსურველს ექნება. ამ შრიფტების შექმნა არის ძალიან კარგი ნაბიჯი ქართული დამწერლობის პოპულარიზებისათვის. ბევრი მათგანი არის ძალიან ორიგინალური დამწერლობა, სხვათაშორის ეს მოღვაწეებიც შემდეგ სხვანაირად იქნება დანახული ქართველთა მიერ, როდესაც მისი კალიგრაფია მოგწესწონს ამათვე მოღვაწეს, იყენებ მას, უფრო ახლობელი და მშობლიური ხდება ამ ადამიანის შემოქმედება. ნიკოლოზ ბარათაშვილი, სულხან საბა ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი. პროექტის ფარგლებში სულ 10 საზოგადო მოღვაწის ხელნაწერის დამუშავება და გადატანა მოხდა კომპიუტერში. ჩემი ფავორიტი მაგალითად გახლავთ ივანე ჯავახიშვილის შრიფტი, საკმაოდ ორიგინალური ხელი ჰქონდა ივანე ჯავახიშვილს და აღსანიშნავია ის, რომ ივანეს შრიფტშიც და ყველგანაც გადაბმას ავტომატურად აკეთებს, ბეჭდვისას ავტომატურად კეთდება. შეგვიძლია მაგალითად ეს საქართველოს ისტორია დავწეროთ. ე და ლ არის გადაბმული, მაგრამ ე და ლ-ს თუ ცალ-ცალკე დავწერთ, არ იქნება ეს გადაბმა. ინიციატივით შეექმნათ ცნობილი ქართველი მოღვაწეების ხელნაწერებისგან ფონტები ნიაზ დიასამიძემ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მიმართა. მუსიკოსის აზრით აუცილებელია ქართული შრიფტების გამრავალფეროვნება და პროექტის გაგრძელება. არ არის ესეთი იდეა, რომელიც არ არსებობდა. უბრალოდ მეც რაღაცნაირად გამახსენდა ეს ამბავი, რომ ფონტები ცოტა გვაქვს, ხშირად ერთი და იგივე მეორდება, ცოტა მოსაწყენი ხდება ეს ყველაფერი. თან აი ხელნაწერი ფონტები პრობლემა პრინციპში უფრო დგას ჩვენ იმ კომპიუტერულ სივრცეში და გაჩნდა ეს იდეა, რომ გავაკეთოთ, თუ გაკეთება, ბარემ იმ ხალხის ფონტები გავაკეთოთ, რომელიც გვიყვარს და რახან კითხვა უკვე ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, იქნება ეგეთი პატარა დეტალებით გავახსენოთ ერთმანეთს ეს ხალხი და ამას რომ დაძერ, მე შეიძლება წაიკითხოს კიდევაც. ხშირად ჩვენ ქართველებს გვავიწყდება, როგორი უდიდესი საგანძური გვაქვს ქართული დამწერლობის სახით. ამას ეს გვავიწყდება, ამას არ ვიყენებთ და გონია რომ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, ასე დავიბადეთ, ასე გავიზარდეთ და გონია ასეც უნდა იყოს. მაგრამ ჩვენ თავს უნდა შევახსენოთ ხშირად, რომ სოფლიოში არის თითებზე ჩამოსათვლელი ხალხები, მით უფრო მცირე ხალხები, რომელთაც თავიანთი ორიგინალური დამწერლობა აქვთ, რომელსაც მხოლოდ თვითონ იყენებენ. ერთ-ერთი ასეთი თითებზე ჩამოსათვლელი დამწერლობებში, მოქმედ დამწერლობებში შორის გახლავთ ქართული, რომელიც გამორჩეულია თავისი მდიდარი ისტორიით, თავისი სიძველით, თავისი განვითარების ძალიან დიდი და რთული გზით. აი ამ დიდ მემკვიდრეობას ჩვენ ხშირად არ ვიყენებთ. და იმისათვის, რომ თანამედროვე თაობამ ეს აღიქვას, ამისთვის არის განსახორციელებელი სხვადასხვა სახის პროექტები. და ეს აი ამ დიდი მიზნის ერთი ძალიან საინტერესო მხარეა. ზვიად კორძაძისთვის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ხელნაწერის ფონტის შექმნა. ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ხელნაწერის საფუძველზე შექმნილი შრიფტი, ეს არის ცნობილი ქართველი ადვოკატი და იურისტი, რომელიც არის იურიდიული ფაკულტეტის ფუძემდებელი, ყველაზე დიდი ადვოკატი მეფის რუსეთის დროს, მერე საბჭოთა საქართველოს დროს და მისი ხელნაწერის გაცოცხლება, ასე ვთქვათ, მისი შრიფტით წერა, დაცული ხელნაწერების გაცნობა, ეს არის მისთვის პატივი
შრიფტების მიგება, მისი სახელის წამოწევა და მე იმედი მაქვს, რომ ამაზე არ გაჩერდება, შრიფტები კიდევ მეტი შეიქმნება, მათ შორის იურისტების. ახალი შრიფტების გადმოწერა ნებისმიერ მსურველს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან უკვე შეუძლიათ. პირველ რიგში ვკრებთ ოფიციალურ ვებგვერდს, რომელსაც ქვია manuscript.g. ეს ხდება უკვე ახალი თანამედროვე სტანდარტებით შესაბამისი ვებგვერდი. და ბოლოსში გვხდება სპეციალური გვერდი, რომელსაც აწერია შრიფტები. გვერდზე შესვლისთანავე მოცემულია 10-ვე შრიფტი, რომლის გადმოწერაც შესაძლებელია მარტივად. სულ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 10,000 ქართული ხელნაწერი და 40,000 ისტორიული საბუთი ინახება. საზოგადო მოღვაწეთა შრიფტების პროექტი დამუშავების პროცესშია. შემდეგ ეტაპზე საქართველოს მეფეების, მეცნიერების და ცოცხალი კლასიკოსების ხელნაწერებისგან ფონტების შექმნა იგეგმება.